ლავროვზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მე ვარ პანკისის ხეობაში და თქვენ ხედავთ, თქვენ ჩემთან ერთად არიან ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩები, ჩემთან ერთად არიან ხართ თქვენ ჟურნალისტები და თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი არამც თუ რამე სირთულე, არამედ როგორი სიმშვიდე არის აქ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პანკისის ხეობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებიდან 3 დღის შემდეგ ჩავიდა. ლავროვმა 26 იანვარს განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფო პანკისის ხეობას ტერორისტების საწყნელად იყენებს. საქართველოს სახელმწიფოსთვის თითოეული თქვენთაგანი ისეთივე ფასეულია, როგორც ნებისმიერ სხვა კუთხეში მაცხოვრებელი ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი. თქვენზე ყურადღება ისეთივეა, თქვენზე ზრუნვაც ისეთივეა. შეიძლება საკმარისი არ არის ხოლმე, მაგრამ ბუნებრივია, სადაც არის ჩვენი მოქალაქეების დაცვა ნებისმიერ კუთხეში, ჩვენი სამშობლოსი, რასაც შეგვიძლია ყოველთვის დავიცავთ და ყოველთვის ვიცავდით და პატივისცემა და ყურადღება ბუნებრივია თქვენსადმი ისეთია, როგორცაც თქვენ განსაკუთრებით იმსახურებთ თქვენი მრავალსაუკუნოვანი შრომით ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. პანკისში არსებული ვითარება უსაფრთხოდ შეაფასეს ამერიკის და ევროკავშირის ელჩებმაც, რომლებიც ხეობაში დღეს პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. შეერთებული შტატები ცხადია საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტერორისტთან ბრძოლაში და მე კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურებ, რომ პანკისში არ არის არავითარი ტერორისტული ბაზა. პანკისის ხეობაში პირველად ვარ და ვეცნობი ვითარებას. რა თქმა უნდა, ყველამ გითხრა, რომ აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს და რაიმე მსგავსი არც მე შემიმჩნევია. კარგად მესმის, რომ შეკითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებიდან მომდინარეობს, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სწრაფი და ნათელი პასუხი ჰქონდა. ასე რომ ამ თემაზე დამატებით რაიმე თქმა საჭირო არ არის.